ხალბატონი ელისუჩაფიძე. მე ბოდიშს გიხდით იმისათვის, რომ სწორედ საგადასახადო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით მიხდება ამ შეკითხვის დასმა და თქვენ შეიძლება გასცეთ მასზე პასუხი ან არ გასცეთ. ზოგადი კონცეფცია მაინტერესებს, საზოგადოებას ახსოვს, როდესაც მაღალმთიან რეგიონებში საპენსიო ასაკთან დაკავშირებით იყო გარკვეული შეღავათები, ან უფრო დაბალ დაახლოებით 55 წელზე ქალბატონები და 60 წელზე მამაკაცები გადიოდნენ პენსიაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეხლა ბიუჯეტში ამის საშუალება არ არის, მაგრამ თუ გქონდათ ამ კანონის მომზადების დროს ფიქრი და მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც 1 ან 2 წლით მოხდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის საპენსიო ასაკის შემცირება. ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემდა ამ ადამიანებს, რომ დამაგრებულიყვნენ ადგილებზე. გმადლობთ. აქ საუბარი იყო საპენსიო ასაკზე. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური თემა, ამაზე ხონდა მსჯელობა ჩართული დეპუტატებიც ესწრებოდნენ, მათ შორის დაგობრივი კომიტეტის, საფინანსო კომიტეტის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტრო და ასე შემდეგ. ეს არის საპენსიო რეფორმის საკითხი. და ჩვენ როდესაც იგივე თარიღზე ვსაუბრობთ და საუბარი არის 2017 წელზე და თქვა 18 წელზე იყო და გადმოწიეთ 17 წლის 1 სექტემბრამდე. ეს მარტო ფინანსურ საკითხთან არ არის დაკავშირებული. ქვეყანაში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საპენსიო რეფორმაზე. ეს საპენსიო რეფორმა ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის დაგროვების სისტემის შექმნას, მათ შორის განსხვავებული კატეგორიების გასწრებას და ასე შემდეგ. ამიტომ საპენსიო ასაკის ასაკული საპენსიო კლიანი სისტემის შემადგენელი ნაწილია და არსებობს ამაზე არგუმენტები ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, იმ სამინისტროების, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ რეფორმის ფინანსის სამინისტროს, რომლებიც ამ რეფორმის ასე ვთქვათ, კოორდინაციას აკეთებენ, რომ სისტემიდან ამოგლეჯილად მხოლოდ რაღაცა მაღალმთიან რეგიონებში საპენსიო ასაკის ცვლილებას ძალიან ბევრი პრობლემები შეიძლება მოყვეს და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ცალკე მთის კანონით საპენსიო ასაკზე შეხება არ ჩაითვალა მიზანშეწონილობა.